მოგესალმებით. შევადრებთ ის ძვირფასო მაყურებლებო და ხო, როგორც დაგპირდით, როგორც გითხარით, ხო კანდელაკით, ხო ჩვენთან ერთად არის, ხო ძალიან დაუბრუნდეთ. მეც ძალიან მომენატრე, ანაც მომენატრა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ანა არ არის. ხო, ანას გარეშე ვარ, თუმცა მაგრამ ანას ვერსია გვყავს წარმოიდგინეთ, რომ ვახო კლავ ჩვენთან არისო. ვახო კი არა, ავთო კლავ ჩვენთან არის. მართალი ხარ. მე სხვადასხვა სანამ კურიერი მიდიოდა, ჩვენ მე და სანდრო საუბრობდით და შენ ხარ რუსთავიორის ბუდუ ზივზივაძე. მადლობა. სასიამოვნო კომპლიმენტი. ესე იგი, თქვენ სამზარეულო გაბარიათ ფოტონებო თქვენ, მე არაფერს ხელს არ შეგიშლით. ინგრედიენტები გვაქვს საკმაოდ თან, როგორც ყოველთვის, რას მოვამზადებთ, როგორ მოვამზადებთ, ახლა ამაზე უკვე შეგიძლიათ ავთო და მეთანხმება ბურთი და მოედანი ჩვენი ავთო და მეთანხმება რომ სამზარეულოს სანამ რამის კეთებას ვიწყებთ აუცილებლად უნდა მოვასუფთავოთ სამზარეულო და შემდეგ როგორც კი მოვამზადებთ კიდევ ერთხელ უნდა მოვასუფთავოთ სამზარეულო აქედან გამომდინარე შენ გააჟღერეთ მე მოვასუფთავ ამაში რა თქმა უნდა დაგვეხმარება ისრაელის საუკეთესო ბრენდი სანო ჭურჭლის სარეცხის საშუალებებია რომლებიც უმაღლესი ხარისხის კომპონენტებისგან შედგება ისრაელის საუკეთესო ბრენდი სანო არის სანო ხარისხის გარანტი მოკლედ სარეცხის საშუალება მჯნობიარე კანისთვის ეს რეცხვის დროს იცავს ხელის კანს გამოშრობისგან ასევე გვაქვს საბავშვო სპარკ ჭურჭლის სარეცხის საშუალება და ასევე წარმოუდგენელი გვაქვს ხო მოდი ამას დავასხამ ისეთი საშუალება რომელიც უსაფრთხო არის იმისოდ რომ გავრეცხოთ და გავასუფთავოთ ხილბოსტნეული აი ესეც კიდევ ერთი საშუალება და მოკლედ 60 წამში ანადგურებს ბაქტერიების 99.9%-ს. კი ბატონო, ასეთი არის. დასუფთავებული კი იყო ჩვენი ზედაპირი, მაგრამ მაინც ხედავ როგორ დაედო მტვერი და აქედან გამომდინარე. ყოველთვის უნდა წინასწარ მოვასუფთავოთ ჩვენი ზედაპირი. სამზარეულო და მოვასუფთავეთ, მოვაპრიალეთ სამზარეულოს თქვენიც და წითელი დაფა აქ დავდოთ რომ ბარემ უკვე რო დავიწყებთ ჩამოთვლას პროდუქტის ხორცი დავამუშაოთ თან. შენ რაღაცა მოდუნებული მეჩვენები ავთო რა გჭირს, თუდად ხო არა ხარ? პირიქით ნავარჯიშები მოხდი, ხო? კარგი, გუშინ ესე იგი შევთანხმდით მე და ავთო რომ დღეს შევხვდებოდით ერთმანეთს რუსთავიორის პირდაპირ ეთერში. რა უნდა მოვამზადოთ ამის შესახებ? შენი ტყვი თუ მე ვთქვა? შენ უნდა თქვა. შენ თქვი. არა. კაი, მე ვიტყვი. დღეს ვამზადებთ ესე იგი ну რა თქმა უნდა ნოსტესთან დაკავშირებით შენ გააჟღერებ თუ რა ჯერ ჩამოთვალო და მე პარალელურად დავიწყო ნოსტე ახსენე ქათამთან არის დაკავშირებული ჩვენი დღევანდელი კერძი კი ბატონო მოკლედ ესე იგი ნოსტე ხარისხი და გემური თვისებებით გამორჩეულ ქართული ქათმის ნატურალურ ხორცს პროდუქტებს ამზადებს და რა თქმა უნდა ეს ნოსტეს ქათმის ძირითად საკვებს რჩეული ხარისხის სიმინდი წარმოადგენს რაც ხორცს პროდუქტების განსაკუთრებულ გემოს და ხარისხს განაპირობებს ჩვენ ნოსტეს ქათმით გავაკეთებთ დღეს რა თქმა უნდა ჩვენს კერძს და ნოსტეს 70-ზე მეტი საფირმო მაღაზია ყოველდღიურად ემსახურება მომხმარებელს თბილისში, რუსთავში, გორში, მცხეთაში, კასპში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში და რა თქმა უნდა ნოსტეს ხორცს პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ მის პარტნიორ ქსელურ სუპერმარკეტებში როგორებიც გახსოვთ Carrefour, Fresco და Goodwill და ასევე ნოსტეს ხორცს პროდუქტების მიღებისთვის გამარტივებულად დაგეხმარებათ Glovots და Voltits. მოკლედ ჩანსაკი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად თავარია ქათამი იყოს ნოსტე. ესე იგი ამხელა განცხადება კი ბატონო ნოსტეს ქათმით ვამზადებთ რას? შნიცელი ახსენე მგონი შენ. კინაღა მწვანე ვაშლი გაგორდა და მე დავიჭერე. ესე იგი შნიცელს ვამზადებთ ქათმის მკერდით. თან პარალელურად შნიცელს ყოველთვის უხდება რა? გარნირად კი ბატონო კომპოსტი. ხო, რაღაცა ავსტრიულ-გერმანული ვერსია, მაგრამ ცოტა აზიაც გვინდა რომ შევიტანოთ რა და აქედან გამომდინარე ამ ტიპიურ სალატში უმატებენ ხოლმე მაიონეზს და აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში არის დიდი მითქმა-მოთქმები ამ მაიონეზთან დაკავშირებით, რომ ჯანსაღია, ჯანმრთელი არ არის და სხვა დანარჩენი და დღეს გადავწყვიტოთ რომ ცოტა აზია შემოვიტანოთ, აზიური მაიონეზი გავაკეთოთ, ხო? ანუ არა კვერცხით სანდო. არამედ აი ვითი გავაკეთებთ ამას უცოტა ხანში ვიტყვით. ესე იგი, დაგჭირდება შემდეგი პროდუქტი. შენ დაიწყე პანირებისთვის რა დაგჭირდება, მე დავიწყებ სალათისთვის რა გჭირდება რომ ჩამოვთვალოთ. პანირებისთვის დაგჭირდება რა თქმა უნდა კვერცხი, ფქვილი და პანკო. აჰა. თანმიმდევრობა ასეთია, ვავლებთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ პანკოში.
ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ორჯერაც, სამჯერაც, დრო რის საშუალებასაც გვაძლევს. უკეთესი რამდენჯერ არის? მინიმუმ ორჯერ. მინიმუმ ორჯერ ხრაში უნდა გარსი კონდეს, ხო? თან როცა ამოავლებ ამ ყველაფერში, მე ცოტა ხანი მაცივარში დასვენება უხდება ამ ყველაფერს და მე ხელახლა პანირებ. ეს არ ვიცოდი, სიახლეა ჩემთვის. კარგი, ესე იგი სალათისთვის რა დაგჭირდება? სალათის დაგჭირდება, როგორც ხედავთ, კომბოსტო, წითელი და ჩვეულებრივი კომბოსტო, კიტრი, მწვანე ვაშლი, ცოტა ხალაპენიოს ვფიქრობ, რომ დავუმატოთ. ხალაპენიო თუ არა? სიცხარისთვის. შეგიძლია დავუმატოთ ჩვეულებრივი წითელი წიწაკა, არაჟანი დაგჭირდება ხახვი. და ეს ჭიქაში რა არის შენი აზრით? ძმარი? არა. თეთრი ღვინო? არა. ზეთი. ზეთი? ზეთი, ჩვეულებრივი ზეთი. ეს როდის მე ასხავ ხოლმე შენ ჭიქაში პირველად ხედავ? იცი რა არის? მე თუ მიხვდებოდი, მაინტერესებდა. რისი ზეთია? ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთია, რომლისგანაც ჩვენ გავაკეთებთ მაიონეზს. ანუ ერთხელ თუ გახსოვს შარშან გავაკეთეთ მაიონეზი ჩვენ პირდაპირ გავიკეთებია კვერცხით. კვერცხით და დღეს გადავწყვიტე რომ ხშირ შემთხვევაში და დამეთანხმება ჩვენი დღევანდელი თანაწამყვანი ავთოს რომ ხშირ შემთხვევაში უმი კვერცხი ბევრისთვის არის პრობლემა, ხო? არა ხო, თითქმის ყველასთვის უმი კვერცხი რისკი აქედან გამომდინარე გავაკეთებთ რძით. ანუ მთავარი შემკვრელი მასის არის ზეთი ყოველთვის და აქედან გამომდინარე მაიონეზი არის უამრავი ვერსია და ერთ-ერთ ვერსიას გავაკეთებ კვერცხის გარეშე. ზე ახსენ ეს მაღალი პროცენტი. ეს არის 3 და 2. აჰა, კეთილი. წითელი თავსახური. წითელი თავსახური. ხიმიანი არის ხოლმე როგორც ეს. და მოკლევადიანი ეცადეთ რომ იყიდოთ ხოლმე რძე. კარგი, ავთო, გითხარი შენ ახლა დაიწყე, ხო, რამდენი კვერცხი გამოიყენე, რამდენიმე როგორც ხედავ, გატეხე ალბათ იმიტომ რომ ნუ დიდი რაოდენობის. მე 5-ს გავტეხავ ახლა. აი დამოკიდებულია ჭურჭელზე და რამდენს ვამზადებთ. თან ეს განიერი ჭურჭელია, ხორცი რო კარგად ამოევლოს კვერცხში, იმიტომ გვჭირდება ცოტა მეტი კვერცხი. რაღაცა სამზარეულო მეპატარავება თუ რა ხდა? დააპატარავეთ სამზარეულო გვაქვს ბევრი. ჩვენ ვართ დიდებული ხალხი და ამასთან შედარებით პატარავდება სამზარეულო. კარგი, მეც დავიწყებ მაშინ მზადებას დრო რომ მოვიგოთ. შეთაშორის ბასკები ამზადებენ, ახლა ბოლოს რო ვიყავი. ბასკები ამზადებენ მაიონეზს, თევზის თავს, შეთაშორის ჩვენ ვიდირებთ, ვეპყრობით და ვაგდებთ ხოლმე ან ისე არ ვიყენებთ როგორც საჭიროა, ისინი ხარშავენ, თევზის თავში არის გარკვეული პროტეინი, კალოგენი, რომელიც კრავს მასას. კი ბატონო, და იმ ბულიონს, ასე ვთქვათ, დავარქოთ ბულიონი, იმით კრავენ აი მაიონეზს, ასე ვთქვათ, და არის ვა, საინტერესო ვერსია. ამბავია. უფრო თევზის გემო აქვს, მე ავთო მიყავს თავის გემოზე თუ ნაკლებად? ნაკლებად, ეგ ხო შენზე არის დამოკიდებული შემდეგ რას ჩაამატებ შიგნით რა გემოს კი წაიყვან რა. ვა, მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან საინტერესო, ერთი უნდა ვცადოთ. ვცადოთ. შეფ, ძალიან ამოვალო თუ სანდროსული. ძალიან ამოვალო თუ გავჭრათ ხლა ხელნაჭრებად. იცი რა, მოდი დავცემოთ არ გინდა და ისე გავაკეთოთ? არ მინდო და ხო არ გამოშრება ეგრე ხორცი მე. არა? იმიტომ რომ პანირებულია და ესე მარტივად ვერ შეაღწევ შიგნით. მაშინ შეგვიძლია დავაფრთხილოთ. ჩემი საცემი ქვაბი სად არის? ამას ისე ვიზამბრო. აი, საცემი ქვაბი ვიპოვე. ნახე რა, კაი საცემი ქვაბია. ქვაბით უცემ. პარკი. არ მინდო და აგრესია გამომხატო, მაგრამ კი არა და ვახოს ნაცადი მეთოდი არის. ამას butterfly პეპელა, ხო? პეპელას არ გამომივიდა, მაგრამ ესე გავაკეთებ. თუ გინდა იცი რა გავაკეთოთ? ჩვენ მაინც ახლა მე ვფიქრობ, რომ ეგ სენდვიჩი ავაწყოთ. იმიტომ რომ კაიპური მაქვს მოტანილი და სენდვიჩად გავაკეთოთ, უფრო ადვილადაც შევწვავთ და დიდი ფორმა არ მიცვეთ. აი ესე მე ახლა შენ აიღე ეს პარკი? საგათათმანები სად იპოვნე? ჩავაწყე. რა თუ მინდა? აჰა, თქვენ საცემი ქვაბი და მე დავიწყებ მაშინ ბოსტნეულის მომზადებას და ძალიან მარტივი სალათი ეს არ არის აუცილებელი, რომ მაგალითად მარტო გააკეთოთ შნიცელთან ერთად. შეგიძლიათ ცალკეც მოამზადოთ, ძალიან გემრიელი და რაც ყველაზე მთავარია, სეზონური პროდუქტებით ვამზადებ და სეზონზე ეს პროდუქტები ერთი იაფია და რაც ყველაზე მთავარია, ის ვიტამინები, რაც გჭირდებათ ამ პერიოდისთვის, თითქმის ყველა ვიტამინი შეიცავს. რაც მნიშვნელოვანია კიდე ძალიან მარტივი ამბავი, იმიტომ რომ შენ ეს ნახევარფაბრიკატი შეგიძლია მოამზადო, ჩაყინო, პანირებას რო გაუკეთებ, ჩაყინო, როცა მოგესურვება ბავშვისთვის, მეგობრისთვის გამზადება, გამოიტან, გაალყობ, შეწოვ და სენდვიჩს უცებ ააწყობ. მიზანპლასის გაკეთება დაგირეკე მე. და ეუბნები მოვდივარ შენთან.
სადა ხარ? სახში ვარ. გამოვაგდე. მოვდივარ. და გამოიღე მაცევრიდან მაგრამ მოამზადე. ჩვენ შემთხვევაში არ გამოვა, ჩვენ ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. ვერ მოასწრებს გამოვებას. ხო, ეგეც არის. იცი რა, გვიან და ცოტა ადრე დაგირე. კი ბატონო. სახლისკენ მივდივარ. ნახე, ნიშნულოვანი რამ მინდა ვთქვა ახლა. კომპოსტოსთან დაკავშირებით ბევრი ვარიაცია არის ხოლმე, აი ხშირ შემთხვევაში ჩვენი უფროსი თაობა ამბობს, რომ კომპოსტოს აქ ერთია ძალიან ცუდი თვისება, რომ ყვების შემდეგ ვიბერები. და ეს მართალიც არის. აქედან გამომდინარე, ერთ პატარა ხრიკს გეტყვით და ამ ხრიკის შემთხვევაში კომპოსტო ინარჩუნებს, რა თქმა უნდა, სიხრაშუნესაც და აი ეს სითხე გამოდის, რაც თქვენი ორგანიზმისთვის ცვლად სასარგებლო არ არის და აქედან გამომდინარე ეს ხრიკი არის მარილი. მარილი როგორც წესი სითხეს გამოდევნია. კი ბატონო. შენგან მაქვს ნასწავლი. კი ბატონო, რაც შეიძლება მსხვილი მარილი შეგვიძლია მოვაყაროთ, ცოტა ხნით გადავდოთ და შემდეგ როცა დავიწყებთ უკვე მომზადებას, თავისუფლად შეგიძლიათ მირთვათ, იმიტომ რომ მასში შემავალი ის ნივთიერება, რომელიც თქვენს ასე თქვათ, ხელს გიშლით. შებერილობას იწვევს. ხო, რა ხელს გიშლით, მე დისკომფორტს გიქმნით, ის აღარ შეგაწუხებთ. კარგი, წითელი კომპოსტოთი დავიწყოთ, წითელი კომპოსტო, რა თქმა უნდა დავჭრათ იგივენაირი პრინციპით, რაც თეთრი კომპოსტო და ჩაუძახოთ, სად ჩაუძახოთ? ჩვენს თასში. ისე რა მეინტერესებს იცი, აი თქვენი გადმოსახედიდან ეხლა რასაც ვამზადებ, ეგ შეიძლება გავიყვანოთ სწრაფი კვების ჟანრში, ასე ვთქვათ, კი, ხო? ეს არის აი ყველასთვის ცნობილი შაურმა, რომელიც არის, ვინც ყველას ძალიან უყვარს შაურმა. გერმანულ ვერსიაში ზუსტად ეს კომბინაცია დამატებული შაურმაში, რასაც ჩვენ ახლა ვამზადებთ. დონერში. დონერში, კი ბატონო. შეგიძლია უფრო აგრესიულიც. ხმა არ მინდოდა შენი გადამეფარა. არა, არ გადამფარავ მე. ჩვენ ისეთები ვართ, რა გადაგფარავს. ეხლა გამოვარენ ჩვენ აგრესიას. ჩვენ ხმას ვერავინ ვერ გადაფარავს. აჰა. იცის რა, საქმე იცის რა. ხელი ერჩის ქვია ამას. რამდენი მოვამზადო? იცი რა, რამდენი ვართ? 1 2 3 ყველა უნდა გავითვალისწინოთ? არა, ნაწილი არ გავითვალე. ნუ ერთიო, რამდენიმე ადამიანი რომ თანაყდეს, ასე ვთქვათ და შეხვდეს, მაგდენი გავაკეთე. ესე იგი, ნახე, დროც გვაქვს საკმარისი. გასინჯვისთვის თუ ძღომისთვის არის ყველაფერი? დეგუსტაციისთვის, ხო. ეს კომპოსტო დროებით გადავდოთ, იმიტომ რომ აღარ გვინდა, ეს მე შეგვიძლია რომ შევინახოთ მაცივარში. იცი, სულ მაინტერესებს და მე არასდროს არ მქონია პრაქტიკაში, შენ ხო არ გქონია შემთხვევით, ავთო კომპოსტო, აი ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა, რომ დიდი კომპოსტო, რომ შევიძენთ ხოლმე დიდ კომპოსტოს, მე სამზარეულოს სარესტორნო ბიზნესში კი გამოყენება გვაქვს ხშირი, მაგრამ აი სახლის პირობებში კომპოსტო რო არ გაგიფუჭოს, როგორ უნდა შევინახოთ, შენ ხო არ აქვს შემთხვევით ინფორმაცია. სახლის პირობებში ნამდვილად არ მოგათხოვა, არ ვიცი. უბრალოდ ჩვენ რესტორნებში ძირითადად კომპოსტოშიც, ქართულ სამზარეულოს კომპოსტოში ვიყენებ და სხვაობა არის კომპოსტოებს შორის, სატოლმე კომპოსტო სხვა არის და სასალათე სხვა, მაგას ყურადღება უნდა გავაქციო. ეხლა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ავიღეთ ჩვეულებრივ სატოლმეს, რასაც იყენებთ, ის კომპოსტო ცოტა უხეშია, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ამისგანაც შეგვიძლია გამოვიყვანოთ ხარისხიანი კერძი. და შენ იცი როგორ სახლის პირობებში რა ხდება? როგორ ვინახავთ? უამრავი ვერსია წავიკითხე, საერთოდ ეხლა განებივრებული ვართ ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია. უამრავი ვერსია წავიკითხე სხვათა შორის, მაგრამ არც ერთი არ პრაქტიკაში არ განმიხორციელებია და ვერ დავდებ თავს. ერთ-ერთი ვერსია არის ყველაზე კარგი. ახალი მაცივრები, ვისაც აქვს, ანუ თანამედროვე მაცივრები, ვისაც აქვს ბოსტნეულის უჯრა სპეციალური და განყოფილებაში იქ, მაგრამ მასაც არის რაღაცა ბოსტნეული, რომლებიც ერთმანეთთან ერთად არ უნდა შეინახოთ, იმიტომ რომ მასში შემავალი აირები ერთმანეთს, როდესაც ერწყმის, პროცესი იწყება ლპობის და ისიც არ არის თლათ ეფექტი. თან არის რაღაც ბოსტნეულის გარკვეული სახეობა, რომელიც შეიძლება საერთოდ არ შევინახოთ მაცივარში.
მაგალითად ჩემთვის სიახლე იყო, როდესაც რამდენიმე კვირის წინ მქონდა ამის შესახებ გადაცემაში საუბარი, შესაბამისად ექსპერტის ყავდა მოწვეული, მან გითხრა, რომ სტაფილოს საერთოდ არ ჭირდება მაცივარი. საერთოდ მყარპოსტნეულს, რომელსაც მყარპოსტნეულს ჩვენ ვეძახით მაგალითად ხახვი, კარტოფილი, სტაფილო, მას საერთოდ არ ჭირდება მაცივარი, მაგრამ მაცივარს თანამედროვე მაცივარებს ეს ახატია. ამასობაში გაზი არა მაქვს ჩართული. ავთო შენ ჯერ ამოავლებ ქვილში და შემდეგ კვერცხში თუ პირიქით? ჯერ კვერცხში და შემდეგ და მერე კვერცხში. ახლა ჩავრთოთ თავიდან და ეხლა ჩვენ გვჭირდება ზეთის გაცხელება, მაღალ ტემპერატურაზე დავიწყოთ და მერე ნელ-ნელა იმას. შენ ხარ გინდა რაიმე მოგცე რაზეც დაალაგებ ამ ყველაფერს. შენ ჩემი უხმოდ გესმის. არის პანკოს ჯერი. თხლა დააქვს, მიხდი? ამას თუ რამოდენიმეჯერ გააკეთებ, ხო. აი ამაზე შეგიძლია დაალაგოთ. მე პანკოც მიყვარს და ხშირად ვაკეთებ ხოლმე ქათამს ეგრე, მაგრამ ესეთ პრობლემას ვაწყდები ხოლმე თუ დამეხმარებით კარგი იქნება. შეწვის შემდეგ აი თითქოს გარსი და უშუალოდ თეთრი ხორცი ქათმისა ერთმანეთს სცილდება დაჭრის დროს. ანუ არ არის ერთგვაროვანი მიხდი ხო? რა პრინციპით აკეთებ პანირება? აი დაახლოებით აი პრინციპით რა. დაახლოებით თუ ზუსტად? ზუსტად ალბათ მე მგონი მაინც ეთყობა რაღაცა შეცდომას უშვებ, იმიტომ რომ სათანადოდ მაინც ვერ არის ხოლმე ისე შეკრული, ასე ვთქვათ, როგორც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე რო უჭრი ამას პანირება ცალკე არის და ქათამი ცალკე არის. ჰაერს იღებს. ხო, აი, ხო. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ერთი რამ უნდა იცოდე, როდესაც ამზადებ ჩვენ საუბარი, როდესაც დავიწყეთ, ჩვენ ვახსენეთ, რომ რამდენჯერ უნდა ამოვგანგლოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ქათმის ფილე პანირებაში. და აუცილებლად მინიმუმ ნახე გარსის ყოველთვის მთავარი დამბეჭდავი არის კვერცხი და პანკო. ფქვილი უბრალოდ რა საშუალებას გვაძლევს იცი, რომ უფრო ადვილად შეიმასხნას, შეიწეპოს ეს მასა. და აქედან გამომდინარე, მინიმუმ ორჯერ უნდა ამოვალოთ კვერცხში და პანკოში. ფქვილში ერთხელაც შეგვიძლია, ხო? თავიდან. თავიდან. მე აღარ გვჭირდება, ხო? ხო, სწორედ თქვი, რამე ხوار შემეშალა? საზეპიროები. საზეპირა. კარგი, ესე იგი, კომბოსტო ჩვენ ვქენით, ეხა ხახვი რა ქვია, ვაშლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავჭრათ, იმიტომ რომ ვაშლს მოგეხსენებათ, რომ დიდი რაოდენობით რკინა და იცი ხოლმე სწრაფად იწყებს დაჟანგების პროცესს და კერჩი რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, თუ დროის ფაქტორი გაქვს, მაშინ ერთ რჩევას მოგცემ და აუცილებლად მჟავიან პროდუქტში უნდა მოათავსოთ, მაგალითად ლიმნის წვენი შეგიძლიათ მოაპყუროთ, ან არის სპეციალური ლიმნის წვენები უკვე წინასწარ გაწურული ქილებში და ის დაუმატოთ ცოტა და სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ იგივე ეფექტი მიიღოთ, რაც მაგალითად ძმრის დამატებით, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ძმარი არ დაამატოთ ხოლმე, შენ რას ფიქრობ? რატო ურჩევით ხარი და გეტყვი? ლიმონი მირჩევნია ხოლმე ყოველთვის, რომ ძმარ ძალიან აგრესიული გემოაქვს და აქედან გამომდინარე აგდებს ხოლმე პროცესს. სანდრო, შენ მკითხე რაღაც ცოტა ეჭვი შეიტანე, ჯერ ფქვილი თუ ჯერ კვერცხიო. ნახე, მარტივი პასუხი შემიძლია გახსნე პრაქტიკით. აი ავიღოთ. ჯერ კვერცხი შენ აწვევი მაგვერსიას ხო, კვერცხში ამოვავლეთ. მე საიმისოდ რომ კარგად აიკრას ფქვილი. მე აიკრა ფქვილი და ეს ფქვილის აკრა ჩვენ რა ხელს გვაძლევს. მე წებოვნებას კარგავს, რომ თვითონ პანკო იმ რაოდენობით აიღოს, რამდენი ჩვენ გვჭირდება, მიხდი? შრალია უკვე ტიპი. და კიდე რომ ამოვავლოთ კვერცხში და შემდეგ პანკოში? ხო და რა ძალაა? უფრო ხრაში უნდა ვინ გაწალებს? და ამიტომ ჩვენ იმიტომაც ვავლებთ ვახომ როგორც თქვა, რომ რამოდენიმეჯერ მინიმუმ დაამოევლოს ეს პროცესი რამოდენიმეჯერ უნდა ჩატარდეს. კი ბატონო. ხო, აი მე ხა ცოტა ხანში გადავალთ მაღაზიას, ზეთის ტემპერატურა სწორად შერჩევა, ეგეც ჩემი აზრით გადამწყვეტია, როცა ასეთ კერძთან გვაქვს საქმე, ხო? კი, ზეთის ტემპერატურა. ტემპერატურაზე უნდა დავადუღოთ და რა ტემპერატურაზე უნდა გქონდეს. ასევე გამიგია ისიც, რომ აი მაგალითად რაღაც რამდენიმე წუთის შემდეგ ქათმის ამოღება, ცოტა ხანს დასვენება და მე კვლავ ისევ ჩაბრუნება. სილას აი ხორცს როცა ამზადებ, დასვენება ყოველთვის საჭირო არის. აი ხა შეიძლება მაყურებელი გამიბრაზდეს, იმიტომ რომ მე არასწორად დავალაგე პროდუქცია. ამოსავლები ამოვლეს ხო, იმიტომ რომ მე წავ ასე ვთქვა. ხო. ამიტომ როგორც შეგიცვლი რა. არა, იყო საწი უკვე. კარგი, მაინც მაყურებელს რომ
იმას არ მოგვედაო, ხო იცი რა, ჩასაფრებული ხალხი, რა იცი, რა ხდება. ესე იგი, სალატთან დაკავშირებით, ნახეთ რას ვაკეთებთ ახლა. არის სპეციალური აზიური სახეხები არის და ბაზარშიც იყიდება, ბაზრობებზეც იყიდება და მაღაზიებშიც კულინარიულში, რომელიც შეგიძლიათ თავისუფლად შეიძინოთ, არ არის ძვირი და იმითი მოამზადოთ ან სახეხზე დაჭრათ. ჩემ შემთხვევაში ახლა მე ვცდილობ, რომ კიტრთან მიმართებაში ორი ვერსია როგორ ქნა, კუბიკებად გავაკეთოთ კიტრით თუ ჟულიენად. როგორ ესიამოვნება დამსწრე საზოგადოება ჟულიენად გნებავთ თუ ვეჯებად თუ როგორ ქნა კუბიკებად თუ კაი მოდი ჟულიენებად გავაკეთებ. კარგი ხო. იყო ჟულიენებად, იმიტომ რომ კომბოსტოს ეგრე გვაქვს დაწვრილი და ვაშლის და სანდროს სულ ჟულიენებად ჭამს. ხო, უყვარს და რა ქნა. კარგი ჟულიენებად თუ გიყვართ ბატონო სანდრო, ესე დაგიჭირთ. კიტრი. შემდეგ მნიშვნელოვანი რამ არის, რომ დანა ყოველთვის უნდა გქონდეს კაი გალესილი სამზარეულოში. გალესილი დანა თუ არა გვაქვს, ჩათვალე რომ პროცესი ისე არ მიდის როგორც საჭირო. დანა მოიტანა ხო, საუბარმა მოიტანა დანა ან პირიქით, მაგრამ როდესაც გალესილი არაა სამზარეულოში დანა, მით უფრო დიდია რისკი ხელის გაჭრის, ვიდრე როცა გალესილია. კი, ეგ გამოცდილი მაქვს. და პროდუქტის გაფუჭებისაც უფრო დიდი რისკი. ხო, იმიტომ რომ მე აგიცდება. მე ძალის ხმევას ატან, არასწორ მოძრაობებს აკეთებ, რაც შემდეგ შეიძლება და დასრულდეს. არ ვიცი სიცხარე ხალაპენიოსი და მე მგონი ჯობია რომ ის გამოუჩურჩოთ, ხო? ან სანდროს გავასინჯე, მაინც მეგრელი კაცი არის. არა თვალში მოგთა და ცხარეა, ხო? აუ! იმას ვქნათ. ზეთი ჯერ არ გაცხელებულა. აი როგორ მიხვდი რომ ზეთი არ არის გაცხელებული. თითი ჩაყო და არ დაეყო. მაინც ვიდეოები რო არის, რომ დედების და ბებიების თავმოყრა ეს. მაგას რა ქვია, გაკრუჟილი ხელი კი არა? მოკალული ხელი, ხო. არა, აი კოვს ჩანგალზე რაზეც კვერცხი და პანკო ცოტათი შემორჩა. ის ჩავდე და არ დაიწყო შიშხილი და არ დაიწყო. გამიგია ესეთი მეთოდი, აი სახეზე უნდა ხის კოვზის ჩადების მეთოდი, აი თუ ბუშტებს გაიკეთებს გარშემო, თითქოს საკმარისად ხელი უკვე არის. დაახლოებით იგივე არის, აი მე ხის კოვზი არ მქონდა აქ, მაგრამ თვითონ პროდუქტი მქონდა შერჩენილი ჩანგალზე და ჯერ ძრა არ აქვს. საერთოდ, მაგრამ ისა ზეთი ყურადღებით იყავ, შეიძლება ეხა ამ მომენტში არა, რამოდენიმე წამში ისე გაგიჟდეს, რომ მე კიდე დრო დაგჭირდეს, რომ ტემპერატურა დაეციოს. ნახე ხალოპენი როგორი ცხარე იყო, ეგრევე თითები დამიწვა. აუ. ნახე, აი როგორ გამიწითლა თითები ეგრევე. ეს იმის ნიშანია, რომ ხალოპენიო ძალიან ცხარე. აი სამეგრელოში აჯიკას რო ამზადები, ხო თუ გინახავს, გაწითლებული ხელები აქვთ ხოლმე, მე დიასახლისებს, იმიტომ რომ აქვს სიცხარეს ეს წვის. ეგ სიცხარეზე გამახსენდა შარშან, მოკლედ არ ვიყავ საქართველოში და გავსინჯე კორეული სწრაფი მომზადების ატრია, რომელსაც ჰქონდა ცხარე соуსი, მოკლედ კიმჩის ბაზა ჰქონდა. დაახლოებით, იმდენად ცხარე იყო, რომ ტუჩები დამისივდა და გამიცითლდა. მაგაზე გამახსენდა ხო? გააყუჩა, ხო? კი, ზუსტად, ხო, ძალიან ცხარე პროდუქტებს ჩვევია ეგეთი. ესე იგი, ნახე, დიდი ჯამი ავიღოთ, იმიტომ რომ პატარაში აღარ ეტევა და აქედან გამომდინარე, ეხლა ცოტა ხელს უნდა დავამშვიდოთ ჩვენ. დროსაც მოვიგებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამორევის პრინციპიც ეხლა გავაკეთეთ. ანუ თავიდან მოვყვები ეხლა რა სალათისთვის რა გავაკეთეთ და მე ავთომოყვება პანკოსთვის რა უბრალოდ პანირებისთვის რა გააკეთეთ. ეს სალათა როგორც ეგრეთ წოდებული საიდი ან გვერდზე უნდა დავუდოთ და მივირთვათ თუ სენდვიჩსაც რახან ვაკეთებთ შიგნით ქათს. მოდი ორი ვერსია ავაწყოთ. ერთი სენდვიჩის სერია იყოს და ერთი თეფშზე იყოს. ესე იგი, კომბოსტო, წითელი და თეთრი, მწვანე ვაშლი, კიტრი და წითელი ხახო. მარილი უნდა მოვაყაროთ ეხა ამ ყველაფერს. ეს კომბოსტოს ცოტა მოვაყარე, მაგრამ ეხა კარგად მოვაყაროთ მარილი, მსხვილი მარილი, რომ დნობა ძალიან სწრაფად არ წავიდეს მარილის და ნელ-ნელა მოხდეს პროცესის, ასე ვთქვათ, წაეხმაროს პროცესი ნელ-ნელა და არასწრაფად, იმიტომ რომ სისწრაფეში შეიძლება მოჩქარეს მოუგვიანდესო, კი ბატონო. აი ნახეთ, აი ესე უნდა გავქნათ რა ჩანგლით. აი ისიც გავქნათ, ხო? გაქნილი ადამიანი, ხო იცი რა არის? ჩანგალი ვისაც უჭირავს ხელში და რაღაცას ქნის. ეგ არის გაქნილი ადამიანი.
გამქნელი მეჩანგლე ადამიანი. მეჩანგლე კიდე სხვა არის ხა, შენ იცი ხა მეჩანგლე რა. მეჩანგლე არის სხვის უფრაზე რომ მიდის ხოლმე, რა არის? ყოფილ ხარ ოდესმე მეჩანგლე? ჯერ არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. რა შეგრძნება და რა გამოცდილება. ვახო, ამას ცოტა დაუწევთ, იმიტომ ნახეთ. შეხედეთ? შეახედეთ მაშინ? ჩამოდი ონკანი ქვემოთ. უნდა დაგელაპარაკოთ. აი უკვე დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა უნდა დაუწიოთ. ხო სწორად უწევ, არ უწევ? აი ხა დავუწევ. მოდი მე დავუწევ. მიდი. რამდენზე გაგიკეთ? ნახევარზე? მოდი 5-ზე ჩამოიყვანე, ხო. კი ბატონო, მოდი ვიდრე დარეგულირდება ზეთის ტემპერატურა, მანამდე ათო კიდევ ორი სიტყვით გითხარი, აი ქათმის ამოვლების, პანირების პრინციპი. კარგი, თავარი რაც არის, ეხლა ჩვენ ნოსტეს ქათმის ფილეს ხო ვიყენებთ. ქათმის ფილე მაღალი პროდუქტი არის, ასე ვთქვათ, ცილა, სასურო ზომებზე ცხლად უნდა დავჭრათ. დავბეგოთ რას ნიშნავს ხორცში პროტეინი რაც არის, რაც ჭიმავს და ერთმანეთში კრავს, ისე უნდა დავშალოთ, რომ უფრო რბილი და მარტივად მოსამზადებელი გახდეს ჩვენი ხორცი. ასევე ამის შემდეგ ვავლებთ ჯერ ფქვილში, მერე კვერცხში, მერე პანკოში. პანკო თუ არა გვაქვს, აუცილებლად სახში გვექნება ძველი პური ალბათ. ან უფრო ეფექტურია ძველი პური, მე უფრო სუხარი, რომელიც შეგვიძლია ორცხობილად. რომელიც შეგვიძლია დავაბლენდეროთ და პანკოს მაგივრად ის გამოვიყენოთ. ეს არის და ეს. ამას თუ გავაკეთებთ რამოდენიმეჯერ კიდევ ერთხელ გამომეორდებით და მაცივარს გამოვატარებთ, ამოვალეთ ეს ყველაფერი მაცივარში დავასვენეთ, შეიკრა ეს ყველაფერი კარგად და მერე კიდე იგივე გავაკეთეთ, კაი დიდ ფენას, მყარს და გემრიელს მივიღებთ. საერთოდ თერმული დამუშავება არსებობს როგორც უკვე პროცესი, რასაც მაგალითად ავთუ აკეთებს და აკეთებს თერმულ დამუშავებამდე პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და აი ზუსტად ამის შესახებ ავთომ დეტალურად ისაუბრა. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ეხა კოკა-კოლა. კი, მომწყურდა ისე. და ეკა ხო იცი ჩვენი ეკა. ჩვენი ეკა როგორ არის იცით? ჩვენი ეკა ეს მომგებიანი კოკა-კოლა არ არის ხო? აღარ არის ხო? ბავშვობის მერე სხვა არ ვიცი. რა დრო იყო რა მომგებიანი კოკა-კოლა? ნეტა ბურთი მომაგებინა მეთქი, აი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე იყო ხოლმე გათამაშებები და ასოები რო უნდა აგეთ. აუ როგორ რა დრო იყო? რა დრო იყო? კოკა-კოლას უგვახალისებდა ხოლმე და შენ ეკა ახსენე. ბავშვობას გვილამაზებდა. ჩვენი ქათმის შინიცელი იწვება ზეთში. აბა რა ეტაპზე ვართ და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? იცი რა, ნახე, დაიწყე. მიდი, შენი დეპარტამენტია. მოკიდე კოლსტერს და ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. ტემპერატურას აუწიეთ და აგერ ვახო მომაშველა კოვზი, რომ ის ნაწილი, რომელიც ამოტივტივდა ასე ვთქვათ ზემოთ, ხელოვნურად ვასხამ ზეთს, ხელს რო ზემოთ ამ მხარეს თანაბრად შეიწვას. თან ამოვაწია. ცოტა ფიზიკაც რო ჩავთოთ, შეიძლება? ფიზიკა უნდა ჩავთოთ იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკას კარგად სწავლობდი სკოლაში. მე კარგად ვსწავლობდი. შენი საკუთარი. ფიზიკა მიყვარდა, ქიმია. ნახე, ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ტემპერატურას არ ძეც არ დაუკარგოთ ტემპერატურა. მოგიხსენება, რომ ტაფის და ქვაბის პრინციპი რა არის და საერთოდ ტემპერატურის, ყოველთვის ტემპერატურა იწყება გვერდებიდან, ანუ რაც არის ყველაზე მყარად შეხებაში ტემპერატურასთან. ანუ აი ხა ჩვენი ტაფის გარშემოწირულობა არის თითი რო ჩაყვა, აქ უფრო დაგეწובה თითი, ვიდრე აქ უფრო დაგეწובה. იმის მიუხედავად, რომ მაგალითად ტემპერატურა ყოველთვის ცენტრში უტყავს, ხო? აი მაგალითად ბავშვობაში ქაში გიჭამია? კი. აი ბავშვობაში ქაშის პრინციპი რატო იწყებენ? გვერდებიდან ჭამას, იმიტომ რომ ის უფრო ადვილად სივდება და შიგნით მასა უფრო ფაფა არის, რა ქვია, ცხელია. ამ შემთხვევაში პირიქით არის, ავთო რას აკეთებს ახლა იცი? გვერდებიდან იღებს შუაში ტემპერატურას, იმაშვება, რა ქვია, გაგრილებულ ზეთს და შუაში რომ იგივე ტემპერატურა გქონდეს სულ. მიხვდი სანდრო? მიხვდი კი და აი როდის უნდა მივიდეთ დასკვნამდე რომ ქათამი მზად არის. ანუ აი მაგალითად შეიძლება რომ აი გარსი დაიბრაწოს მაგალითად და გავჭრათ და ქათამი იყოს ტემპერატურა გამოიწვევს მაგას, მაგრამ როდესაც პროფესიონალები აკეთებენ ამაში ხო ჩეკი ხო ზარცვალეს. ხო და გვასწავლეთ ჩვენც რომ აი რა ვიცი რა. ნუ პირველი არის რა თქმა უნდა დროის ფაქტორი რა. შენ თქვი ხა შენი ვერსია. პირველი რა თქმა უნდა არის დროის ფაქტორი, მაგრამ ძალიან მარტივ აი ძალიან ფილოსოფიაში რო წავიდეთ
მარტივად შეგიძლია აიღო, პატარა მონაკვეთი მოჭრა, ქათმის ან შუაზე გაჭრა და მიხვდები და მე ეს პრაქტიკაში უკვე გადაგეცდება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა სახლის პირობებში გვაქვს ტაფა და ზეთი, მაშინ აქ უნდა გქონდეს თერმომეტრიც და სულ აკონტროლოთ ზეთის ტემპერატურა. როცა ეს არ გვაქვს, ეს უკვე შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ შეგრძნებებზეა დამოკიდებული და პრაქტიკაზე უკვე რო შეწო დაგეწובה და მიხვდები უკვე და ჩვენი რჩევაც ესეთია, რომ მაღალი გრადუსით არ წვან არასდროს, ჯობია ნელა და მიიღონ სასრული შედეგი, ვიდრე დაწვან და გულდაწყვეტილები დარჩნენ სახლში. საერთოდ დიასახლისი გულდაწყვეტილი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება რომ ნახოს ადამიანმა ცხოვრებაში. ესე იგი, რაც და შეიძლება მისმა მეუღლე. ან მისმა მეუღლე და მოწამლული მეუღლეც ძალიან ცუდი შესაძლებელია. მაგრამ ავთომ საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერი არის პრაქტიკა და პრაქტიკით ხვდები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რამეს, რომელიც მე სამზარეულოში ხშირ შემთხვევაში გადგება და უფრო წარმატებული ხდები. ხო, ერთხელ არ გამოგივა ორჯერ და ნუ ახლა შემდეგ უკვე გამოგივა, ხო? ხო, ან ერთხელ ადამიანს მოწამლა ორჯერ და მესამეჯერ უკვე მიხვდები, რომ არ უნდა მოწამლა. უბრალოდ შენ თავსაც სწორი კითხვები უნდა დაუსვა რა. კი, მნიშვნელოვანია, ეხლა შეიძლება ბევრი დიასახლისი ტელევიზორთან სხდომი ამბობს, რომ ამათმა რა იციან, ამათმა რა უნდა გვასწავლონ და ეს ყოველთვის მეორე პლანზე უნდა გადადოთ და ყოველთვის არიან ადამიანები, ვინც შეიძლება თქვენზე ნაკლები იცის სამზარეულოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მიიღო მისგან. და მე პრაქტიკაში ყოველთვის კარგად დანერგვა, და პირიქით, რა თქმა უნდა. აი მე და ავთოს ხშირად გქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდით რა შეიძლება და იმ კონკრეტულ მომენტში გვესწავლა, მაგრამ სრულიად მარტივი ტექნიკით ჩვენ ასე ვთქვათ აღმოგვიჩენია ამერიკა, რომ ვა რა მაგარია ესე როგორ შეიძლება რომ ესე მარტივად ეს შედეგი მიიღო, რაც მაგალითად ავთომ საუბრის დასაწყისში როდესაც აღნიშნა, რომ ესპანეთში მაგალითად თევზის თავისგან ამზადებენ მაიონეზს, რომელიც პირველი ისე აღთოვანდი მე შენ ვერ დაინახე ჩემი აღთოვანება და ვთხოვე რომ მოდი ეს გავაკეთოთ პრაქტიკაში დავნერგოთ. ვერაზოს ვერ წარმოიდგენდი ახლა თევზის თავს მე ვიცი რომ არ იჭმება და ვაგდებ, ხო პირდაპირ. მაგრამ თევზის თავში არის ყველაზე დიდი რაოდენობით აი ეს მნიშვნელოვანი შემასქელებელი, რაც მაგალითად არ არის ხერხემალში. ხო, ნუ პრინციპში ახლა ექსპერიმენტებისთვის სივრცე ყოველთვის არის განვითარებისთვის კულინარიაში და ახალი რაღაცებისთვის მზაობა, ხო, იმისათვის რომ და ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რაც ყველაზე მთავარია და საუბარში აღნიშნეთ კიდევაც, რომ ამ ინფორმაციას გჭირდება გადახარისხება. იმიტომ რომ ჩვენ დროს მაგალითად ჩვენ როდესაც ვიწყებდით, ნაკლები ინფორმაცია იყო და უბრალოდ პრაქტიკულად ხდებოდით რაღაცებს და ეხლა იმხელა თეორიული ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში თანამედროვე შეფები იბნევი ამ უამრავ ინფორმაციაში და აქაც საჭიროა პრაქტიკა. პრაქტიკა, კი ბატონო. დედამიწა ისე დაპატარავდა ინტერნეტის წყალობით, რომ ყველაფრის გაგება შეგიძლია, მაგრამ ბევრი ვერსია საკვების მომზადების, ამიტომ შენს ბევრი უნდა გატესტო და მიიღო გადაწყვეტილება შენთვის კომფორტული რომელია, შენი პირის გემოსთვის, შენი მეგობრებისთვის და საზოგადოებისთვის. აი, ვახო, შენ მარილი რომ მოაყარე ახლა ამას, შედეგი გამოიღო, როგორ უნდა მივხვდეთ? კი, NASA-ში პირველ რიგში გახსოვს, რომ ხელა გორა ვქონდა ბოსტნეულის, რომელსაც მარილი მოვაყარეთ. აქედან გამომდინარე, შემცირდა ზომაში, მაგრამ აი ხა ვიზუალურად მიხვდები კიდევაც ხმას, ხო? აი, ნახე. სითხე ხრაჭუნა მაინც არის, ხო? კი. აი ხრაშუნა ის რაც არის, ანუ სითხე ხა ჩვენ ერთი გადაწულა გადაუწურე, რაც იყო კოვზით და ძალიან ცოტა დაგვრჩა სითხე, აი დაახლოებით ნახე, აი ეს არის. ხო, ნუ თქვათ ხა რატომ, ხო, ეს იმიტომ რომ ამ კომბოსტოს მირთმევა იწვევს შებერილობას და ამით მარილის მოყრით და სითხის გამოდევნით ამ უსიამოვნო შეგრძნებას ამის შემდეგ ვამცირებთ მინიმუმამდე შეძლების დაგვართ. კი ბატონო, ნახე, ჩვენ შემთხვევაში მაგალითად შენ გიყვარს თეთრი ფერმენტირებული კომბოსტო? აი მჟავეს რო ეძახენ, თეთრი მჟავე კომბოსტო. ეს ამის არა. ხანდახან გააჩნია განწყობას. თეთრი მჟავე კომბოსტოს უმთავრესი რომელსაც წითელი ფერი აქვს, რომელსაც წითელი ფერი აქვს. ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ იქაც მარილით დავამუშაოთ ის. რომ მოცულობაში შევამციროთ და შემდეგ მარილწყლის კონცენტრირებული მარილწყლის დამატების შედეგად უკვე დაიწყოს ფერმენტაცია. იგივე პრინციპით შეგვიძლია ბორშს როდესაც ვამზადებთ, ხო? ხშირ შემთხვევაში დიასახლისები კომბოსტოს ვერსიას ამატებენ ხოლმე და არა მაგალითად ფერმენტირებს. მაგრამ თავარ ასე ვთქვათ ავთენტურ რეცეპტში არის
ფერმენტირებული კომბოსტით მომზადებული ბორში. ვისაც ეს ფერმენტირებული კომბოსტო არ აქვს, შეგიძლიათ ჩვეულებრივი კომბოსტო დაამატოთ, წინასწარ მოაყაროთ მარილი, იგივე პრინციპით გააკეთოთ და შემდეგ ჩაუძახოთ ქვაბში. და ნაკლებია ბოდიშთა ბორს ძალიან უხდება ბულიონი არა ბოსტნეულის, არამედ ხორცის. Ну, თავარია, ასე ვთქვათ, ორიგინალი ვერსია და ეს რა ქვია, თავარი საძირკველი იყო, ასე ვთქვათ, ხორცით მომზადებული ბორში და მანდაც მნიშვნელოვანი, მოდი რჩევა უთხრათ, ბარემ რა ხორცით უნდა მოვამზადოთ. საქონლის ხორცით მზადდება და ქათმის ხორცით მზადდება. საქონლის ხორცისთვის უმთავრესი ასე ვთქვათ, ნაწილი არის, ვეცადოთ რომ მოვამზადოთ ამ კერდის ნაწილით, ან კიდე მე მიყვარს ძალიან არტალას რო ვეძახით. ხო? კი ბატონო, სადაც ასაბუკო იგივე. ხო, სასურველია იყოს გატეხილი ძვალი. კი. თავის ტვინის სიგემოვნოები გადმოვიდეს ჩვენ ბულიონში. რა კარგი სიტყვა მოიფიქრე, სიგემოვნები. სიგემოვნოები გამართულად თქვი. ნუ ამახინჯებ ჩემ ფრაზებს. სხვათა შორის მე ხშირად მიწევდა იქეთ ყოფნა და ნათესავები მყავს უკრაინელები და პირველივე ჩაფრენაზე ბორს მახვედრებდნენ ხოლმე დღემდე მენატრება იგივე. მათ გამოყენებული ქონათ ასევე სხვილი ლობიოები. გუფთის ბურთულებიც კი. თავიდან ჩემთვის შოკი იყო, ჩემთვის ბორში ბავშვობიდან ბაღიდან ეგრე ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი კომბოსტო უნდა ყოფილიყო და მეტი არაფერი და ბაღში სადამ შეხვიდო და არ მიყვარდა 1 კილომეტრში რომ სუნი გრძნობოდა იმ ბორშიც, რასაც ამზადებდა. არ მიყვარდა და თურმე ნამდვილი ბორში ძალიან გემრიელია ხალხო. კი, ნამდვილი ბორში ნამდვილად ძალიან გემრიელი. მე ძალიან მიყვარს. ჩვენ რა გავუკეთებია ხო ეთერში ბორში? მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. მე თქვენ გონი არ მახსენდება. უარ ვქნათ. მოდი ვქნათ. იქით აპარატებს გავაკეთოთ ბორში. აი. თან მოდი რა ვქნათ, იცი? ქათმისგან მოვამზადოთ. ქათმის ბულიონით გავაკეთოთ ბორში. ჩის რასაც ეძახიან, ხო? აი ეს ჩი გავაკეთოთ ქათმის ხერხემლისგან, ანუ ქათამს როდესაც ვამუშავებთ, ხო გრჩება ხერხემალი ზულვანის სტრუქტურა. ხო, ჩვენ არ გვიყვარს, არ ვიცი, მინდა რომ შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ არ ვცემთ პატივს. იგივე აი ხერხემალი რაც დარჩა ქათმის ჩვენ ვაგდებთ. როგორ შეიძლება, აი ნოსტერ, ნახე. უგემრიელესი ბულიონი ხა ვანახოთ რა ჩვენს მაყურებელს. რა შედეგი შეგვიძლია მივიღოთ ქათმის ნოსტეს ერთი კომფორტული ისა აქვს, რომ აი ეს შეგიძლიათ შეიძინოთ ნაჭრები უკვე დამუშავებული ქათმის, ანუ ეს არის ნახეთ ბარკლის ანაჭრელს რო ეძახიან, ეს არის მთლიანი ბარკალი. მე გადანახსენი მე. გადანახსენი, კი. ეს არის ფრთები. მთლიანი ქათამი. ხო, ნახე, ეს არის ცალკე ბარკალი, რომელიც ძალიან კარგად მზადდება. ეს არის ფრთა, რომელიც ასევე ძალიან გემრიელია და უამრავი ვერსია, ну შიგნეულობაზე აღარ ვამბობ და მთლიანი ქათამი წამოვიღეთ რა. აი მთლიანი ქათამი. მთლიანი ქათამი. აი მთლიანი ქათამი. ნახეთ? აი ხო ქათმისგან მზადდება ეს ყველაფერი, აღარ თქმა უნდა. მაგრამ გაგიკვირდება. იცი რა არის მნიშვნელოვანი? ხო ვანახოთ ბარემ ერთი დამუშავება. დიასახლის? მოდი ვანახოთ. მოდი იცი რა ვქნათ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ გამოვიდეთ, გამოვბრძანდეთ ისევ და თქვენს წინაშე იქნება ქათმის დამუშავება. კი ბატონო, მოდი ნახოთ ახლა რა გვაქვს, ქათამი უკვე შეიწვა, როგორც ვხედავ. ის გადაგვრჩენია რომ სალათა ავაწყოთ და პლუს ამას მაიონეზიც. ხო, მაიონეზთან დაკავშირებით ეხა უცბად ავაწყოთ მაიონეზს, მე დაპირებული ქათმის დამუშავებაც ვანახოთ ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს. ეგრე ქვეყანაც აშენდება რა. ესე იგი დავიწყოთ, მე მჭირდება, რა მჭირდება? აგერა რაც მჭირდება. ესე იგი, შე როგორ იწყებ ხოლმე? ზეთიც იწყებ ხოლმე პროცესს თუ როგორ? ზეთს ვამატებ. ამატებ, ხო. ეგ არის მნიშვნელოვანი პროცესი. ანუ იწყებ რძით. ხო? დავე. რძე დავიწყოთ. აქ ყველა ესეთ ბლენდერის, ასე ვთქვათ, მას რა ქვია, ჭიქას აქვს თავისი ნიშნული. ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა ეხა 200 გრამ, ხო 200-ია? 200 გრამი. არც მეტი, არც ნაკლები. 200 გრამი რძე გვჭირდება, მარილი გვჭირდება. ეს ხო მარილია? მარილია კი, შაქარი გონიას გონია. მარილია. იმიტომ ერთხელ შემეშალ და სოდა დავამატე და მაგ. ესე იგი დაგვჭირდება ცოტა მდოგვი გემოვნებისთვის. და ასევე მდოგვი თამაშობს თავის როლს შეკვრაში. რა თქმა უნდა. ამორი პროდუქტი. რატო ვფიქრობ, რომ შეკვრაში მოქმედებს ძალიან კარგად მდოგვი? შენი აზრი მაინტერესებს.
ბაბა შენ მითხარი? იმიტომ რომ სიმჟავე აქვს თავისი და იმ სიმჟავით ზმრის მაგივრად დოგვის დამატებით ხშირ შემთხვევაში ვიყენებ ძმას ან ლიმნის წვენს. ხო, შემთხვევაში შენ არჩევ დოგვი. მინდოდა ჩამეჭრა და ვერ ჩავჭრა. და სანამ ბოდიში ახლა დაიწყებ ამ ყველაფერს, ბლენდერსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ესა საჰაერო, ზოგ ბლენდერს ეს არ აქვს, ხელის ბლენდერს, რომ მეტი ჰაერი შეიტანოს. შენ დაიწყე, მე დაგიმატო თუ შენ დამიმატებ მე დავიწყო. უფროსი კაცი. კაი, დავიწყოთ. რა ვქნა, მე დავამატო თუ ორივე შენ? ორივეს მე ვიზავ. ძალიან დიდი სიჩქარეზეა, რა იყო რა. არის საშუალება. ცოტა ხმაურია. იცი რა, ზეთი გვინდა ცოტა კიდე ხა ჩვენ. უკვე სქელდება. დროის სიმცირის და გამო სულ მინდოდა ეს მეთქვაოთო, რა ჩვენ დროის სიმცირის და გამო მინდა დავასრულოთ კერძი. და თან პარალელურად ავთოს აქვს ჩვენი ძვირფასი ტელემაყურებლისთვის, ასე ვთქვათ, ხრიკი, როგორ უნდა დავამუშავოთ ქათამი. ესე იგი მაიონეზი აი ესეთი მოვამზადეთ, ცოტა თხელია და სპეციალურად გავაკეთეთ ესეთი თხელი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ამ соусისთვის, გამარჯობა გენაცვალე, რომ ეს იყოს ცოტა თხელი რომ კარგად აურიოს. ზეთი, მარილი, დოგვი და რძე. ხო. ხოსე. კი ბატონო, ესე იგი მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ თუ ვიღებთ ჩვენ მაგალითად 100 გრამ სითხეს სახით რძეს, უნდა დავამატოთ 400 გრამი ზეთი. რომ გამოგვივიდეს სქელი. თუ ვიღებთ მაგალითად გვინდა რომ ასეთი თხელი მივიღოთ, მაშინ უნდა დავამატოთ 300 გრამ. აი ჩვენ მაგალითად როდესაც დაბლენდრება დავიწყეთ, თხელი იყო და ზეთი კიდე თავიდან დავამატეთ რომ გაგვესქელები. იმიტომ რომ ჩვენ ავიღეთ 200 გრამი რძე და აქედან გამომდინარე დაგვჭირდებოდა უკვე რამდენი ლიტრი? 800 გრამი ზეთი. ნახეთ, აი ესეთი უნდა იყოს, ნახეთ, აი ცოტა სითხე უნდა გქონდეს, რომელიც აი ჩაბუჟბუჟებას უკეთებს პური ჩააწო. ხო, ჩაბუჟბუჟებული ამასობაში კარგი, ნახეთ. სითხეს მაქსიმალურად გამოიდევნა სალათადან, რომ ეს პური მეყვარს ყველაზე. ნახეთ. აი პურია. ესე იგი, ნახეთ. თუ გინდა გული ამოაცალებ. არა, გული ამისი მთელი ყველაფერი. რა გვე შეურაცხყოფებს გვაყენებს ამ პირდაპირ ეთერში რა. ესე იგი, ეს გახლავთ ასე. ნუ აი მე რა პიროვნებაა. ესე იგი. დაიჭირე. ცოტა როგორც ჩემი ხანგი ბებია იყო და პიმპილაი. ხო? ხელით უნდა ვქნა ესა? კაი, ხელით ვისა. ინაურები ვარ ყველა. ეს დავაგემოვნოთ თუ არის აქ ჩვენი სოციალისტვის შემოვინახოთ. თებსზე ავაწყოთ მე და ავთო მერე. კი ბატონო. ამასაც ასე თუ გინდა სოციალისტვისაც ვქნათ. კი ბატონო, მოკლედ მაყურებლებო, დაიდება სრული რეცეპტი ჩვენს გვერდზე და შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან მარტივად უგემრიელესი ხემსი, არ ვიცი. ნახე, ეხლა რა ვშვებით თან ყველაზე მთავარი. არაჟანი ვახსენე და ჯერ არ გამოსულა არაჟანი. აი, არაჟანი. აი ესე უნდა. და კრემყველიც უხდება. კრემყველი არაჟანი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მოუხდება. ესე შენ ხარ ჩემი ბატონი და ნახე აქ რას ვაკეთებ? ჰოპ. და ამას სურათს უღებ თუ ეს ზედმეტია. ეს წაიღე მე. კარგი მოზრდილი პორციაც გამოვიდა. ნახე, ორი ადამიანი შეექცევა ჩემი აზრით თავის. კი ბატონო. აჰა. ან 4 ქალბატონი. 4 ქალბატონი ეს დასრული. აჰა. ჩემია პიპირადი? შენია პირადი. ეხლა მე უკვე ავაწყოთ უკვე კოკაკოლისთვის, რომელიც ჩვენს სოციალურ ქსელ Instagram-ზე დაიდება რეცეპტი. და თან ეშენია? ეშენია. არა. მიდი. მოდი ჩვენ აია. პერფექტო, როგორც ბებია ჩემი იტალიელი იყო და. მე ბიჭო რა მნიშვნელოვანია ბევრი ბებია რო ყავს. ყველა ენა იცი რა. ევროპული თუ არა ევროპული. კარგი. დაირქა მე დავიწყებ ხათმის დამუშავება.
ესე იგი, ნახეთ, რას ვაკეთებთ. ქათამზე ჩამოდით. ჩაუჭერით ქათამს ერთი ფეხი. ჩაუჭერით მეორე ფეხი. კი ბატონო. ჩაუჭერით აქ და წავყევით. ცერად. შეამბრუნეთ. მაქსიმალურად ეკონომიურად, ხო? რა თქმა უნდა, უფრო მეტი. ხო, ეკონომია თითოეულ მოყვებად დანა აუცილებლად. აჰა. აქ ფრთასთან ნახეთ რა უშვებით. კაცა. უნდა ჩავტეხოთ. ესე და გავყვეთ. და ჩავაჭრათ. აქაც ჩავაჭრათ და ეს ფილე ჩვეულებრივად სახსაში იჭრება. ესე იგი, ერთი ფილე ეს აუცილებლად უნდა მოვაჭრათ, იმიტომ რომ არ გვჭირდება, ხო? ხო, მართალი ვარ. ეს ფრთა არ გვჭირდება ისეთი ხმალგანა თქვა, მე ამას ვერ ვიყენებთ კერძში თუ არა. ბულიონში შეგვიძლია. დავსვათ. ესეც ბარკალი. ხო გემრიელია, ავთო? ანუ მე მეორე ვჭამ, მაგრამ სანდრო იძახის გემრიელი პირად დაუკარგე. არ ვიცი, ეთერის მე შეგეცევ. რა კაია რომ მიირთვე, არა და ქათამი შენ უნდა დაგემუშავებინა, ხო? ესეც მეორე. ამიტომ არ უნდა იყოს ასეთი კაი. ხო? ესეც მეორე ფრთა. და ბოლო-ბოლოს სტუმარი ვარ და ხა. ხო. არა მიირთვე კაცო. შენი შაღელოს ჭამს. მე მემუშავა. ესეც მეორე ფრთა. და ეხლა უნდა მოვიყვანოთ დანარჩენი ფილე. რა გინდოდა? აი ჰა, ესე იგი, ეს არის ხერხემალი, რომელიც ბულიონისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩონჩხი. ეს არის ქათმის ორი ფეხი, ეს არის ქათმის ფილე, კანი შეგიძლიათ გააძროთ და ბულიონში გამოიყენოთ და როგორც ჩვენ მოვამზადეთ, ისე ემასქნათ, ეს ორი ფრთა. ესა ფრთები რამინაჭირი ხوار დაგვაგვიცდა. მოდი ესეც გავჭრათ, ბარკალი. ბულიონის ხო პრინციპში ყედი, მაგრამ ეს ერთი ბარკალი. მე შეგიმოცნე. ორი. ესეც მეორე. უბრალოდ ერთადერთი აი რაც გასათვალისწინებელია ზოგადად მე ძალიან მიყვარს აი ეს ნაწილი კუნთის. აი აქ უკანა აქვს ორი პატარა კუნთი კი ბატონო. აი ეს. ეს რაც სადგიყვარს ხოლმე. როცა ვხარშავ რაღაცა სპეციალურად ვიღებ ხოლმე. კი. ეს არის ესე იგი ის ხერხემლის ნაწილი და კინკრი ხო რომელიც კარგი არის ბულიონისთვის, დანარჩენი კურტულმა ხო. კურტულმა აუცილებლად ალბათ დიასახლისება იცია რომ უნდა დამუშავდეს, იმიტომ რომ მოეჭრას ზედა. კარგი, ახლა მოდი მორჩი ჭამას ააწყე კერძი. კატამი დაჭერე. ისე მაინც არ გამაჩერე. დრო გვაქვს ცოტა? შემდეგ პარასკევს არ ვიცი მეცდება თუ არა. მაგრამ საჭიროა მაინც შემოირბე. შემოვიდა. ქათამი ნოსტესია. კაი. აჰა, მიდი. კოვზი გინდა? მოგცე? დაგჭირდება კოვზი? აღარ. აღარ. მოდი, ესე. დაგჭირდება კოვზი. მიყვარს ეს ტრეზერ უტრიალებ ხოლმე. დავჭრათ, ცერად. ხო. ბიჭო, რა ფაქტურა აქვს, ნახე, მოგეწონა, ხო? სცენარზე ჭამ, ხო, თებშიც არა გაქვს, ხო? აი, არა მიჩეული, არა მადლობა. თებშიც დავიმსახურე. ესე. თუ რამე კორექტი. არა, თქვენ შეფ როგორ გეკადრებათ? Chef's table. აი ამას როგორ ის რა ქვია, სერვისის თანამშრომლები ამას როგორ მე სერვისში დავიწყე მუშაობა, სანამ სამზარეულოში გადავიდე და ვაგიტოვიცი ორი ჩანგლის ფლობა. მე უნდა ხო არის კარატეში რომ დალები და კამრები გაქვს და ჩვენ სერვისში გვაქვს ჩანგლები. ჩანგლები გაქვს სამი ჩანგლის ფლობები. ერთი ესეთი სამი ოქროსი თუ ვერცხლისაა იქ ჩანგლის. არა, ერთი არის აი ქათმის ჩანგალი რა ცოტა გრძე. ხო. ამ ქათმის შეწვაში, ამ მაიონეზის გაკეთებაში ლომის წვლილი შეიტანა რა მიდიამ, ხო რა თქმა უნდა. რატომ ჩვენ რა ვაკეთებთ? ამას ვერ გავაკეთებდით, მithmetes ეს სახლური გარემო, ხო? მიდია იგზენი თავის სახლში, მათი სლოგანი ნამდვილად ამართლებს ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მართლა გრძნობ თავის სახლში საკუთარ სამზარეულოში, როდესაც მიდიას
ტექნიკას ვიყენებთ ხოლმე და ავტოს სულიც მოდი არ დავუკარგოთ ავტოს და ვთქვათ რომ მიდიასთან გული არ გაუტეხოთ თორე მიდიასთან ერთად ავტოც ყოჩაღი აღმოჩნდა და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის რომ შენ დღეს ჩვენთან ერთად ხარ აი მეორე კოვზი ეხა მინდა მეორე კოვზი გინდა მეორე ეხა რასაკეთებ ტექნიკა ქვია მაგას ორი კოვზის ანუ ნახე ჩვენ ხო ჩანგლები ვიყავთ და სამზარეულში ორი კოვზი ორი კოვზის პრინციპი ესენი აკეთებენ ეხა სფეროს რასპეროს არაჟნის სფეროს რა არის შენ არაჟნის სანდრო პირველი ერთი წელი ისწავლება არაჟნის სფერო კულინარიაში მე უკვე გადავდივარ ტაჯიკას სფეროზე მე გადავდივარ ახე რა ჩავდოთ ესე პური რა პური აი ესე ჩაუფინე აბა მიდი აი ესე უთხარი აი ესე უთხარი და ესე უთხარი აჰა უთხარგად უთხარი ისეთი რომ იცი რა შეგვიძლია უბრალოდ კოკა-კოლა მივუდგათ და ძალიან მოუხდება. აი ეს არის დეკორაცია, დახატა. ძალიან დიდი მადლობა. უმეტესი მადლობა ავთო ჩვენთან ყოფნისთვის. მომდენო პარასკევს და რა თქმა უნდა რო ვიცოდე. შენ ჩადმითახარ წარმოდგენ. რეცეპტიც დაიდება ჩვენს შუადღის Facebook და Instagram გვერდზე. ეს უნდა ჩააწოთ ეს პური. ჩაწოპა. აჰა. უგემრიელესი. ხო. ეგ არის ამ გემრიელ ნოტაზე გემშვიდობით ერთმანეთს შევხვდებით უკვე ორშაბათს დროებით.